უკაცრავად. ორი სიტყვით რო გითხრათ. ხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულ დავით ლორთქიფანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების უფრო მსუბუქი ღონისძიებით გირაოდ შეცვლის თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა, თუმცა ბრალდების მხარე არ დავეთანხმეთ აღნიშნულ შუამდგომლობას, ვინაიდან შუამდგომლობა წარმოდგენილი იყო პროცედურული დარღვევებით, ასევე არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების ასევე პროცესუალური საფუძვლები, კერძოდ არ არსებობდა რაიმე ახალი გარემოება, რაც საფუძველს მისცემდა სასამართლოს აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. დავით ლორთქიფანიძეს ბრალიერდება მძიმე განზრახი დანაშაულის ჩადენაში. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემული ამნისტიის აქტი ბრალდების მხარე თვლით, რომ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება და არ შეიძლება გამხდარიყო საფუძველი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა.